გამარჯობათ მეგობრებო, დღეს მინდა მორიგი კერძის შემოქმედებაზე ბარბარა ჯორჯაძის რეცეპტების წიგნიდან საინტერესო და ზოგადად ეგზოტიკური დასახელებით კომბოსტოს მოთრეულა. აი ზუსტად ასე ქვია ამ კერძს, არ ვიცი რატო. მხოლოდ ერთადერთი ცვლილების შეტანა მინდა ამ კერძში, ცოტა ვიზუალზეც ვიზუალე, კერძი ლამაზიც რო გამოვიდეს და ჩვეულებრივ კომბოსტოსთან ერთად დავამატეთ წითელ კომბოსტოსაც. ამასობაში გავასუფთავე კომბოსტოები ორივე, გამოვაჭერი გულები, რადგან მარტივად მოითუთქოს და მოიწალოს. წყალიც აგვიდოვდა, მარილი და ჩავუშვეთ ჩვენი კომბოსტოები. სანამ ჩვენი კომბოსტო ითუთქება, მანამდე ჩვენ დავაბლენდერით მიგოზი, 3 სტოლის კოვზი წერია წიგნში. მოცემულ რეცეპტში და დაახლოებით 3 სუფრის კოვზი ჩვენ დავაბლენდეროთ. დაგვჭირდება ძმარი. ძმარი ახსენებია რეცეპტში ცოტა ჩემთვის მაგალითად ძალიან დიდი რაოდენობით. ერთი ჩაის ჭიქა. ერთი ჩაის ჭიქა ძმარი მგონია რომ მეტანი იქნება, ან ცოტა ძლიერი ძმარია ეს და 3 კოვზ მიგოზზე 3 კოვზ ძმას გავაკეთე. კომბოსტოს მზადარი უკვე მოიწალა, დაიშალა ხოცებად. ასეთი ლამაზი ფერებით გამოგვივიდა ჯერჯერობით. არა, კერძი დასასრულებელია ჯერ კიდევ. დავდგათ გაზზე. და დავაყაროთ ჩვენი ძმრიანი მიგოზი. რეცეპტში არ არის მითითებული, მაგრამ მე კამასაც დავამატებ ცოტას გემოსთვის. ოღონდ როცა გამოვთავ მე, იმიტომ რომ ცოცხალ გემოს მიცემ და დავაყაროთ კამა და წიწა. კარგად გადავუვიოთ კიდევ. აი ასე გამოიყურება ვიზუალურად ხებში ჩვენი კომბოსტოს მოთრეულა. საკმაოდ საინტერესო კერძი გამოვიდა. იქნებ საკმაოდ ჯანმრთელი კერძი გამოვიდა. ნაკლებ ცხიმიანი, ნაკლებ ბიუჯეტური. რაც თავია ჯანმრთელი. დიდი მადლობა წარმატებულისათვის.